Georgia! Let's go, man! მოკლედ რა დრო მოვიდა ფაით ოპერებო აი ამ კაცს იმ ქვეყანაში ვარ რომ გამარჯობა სეუბნებიან ნიჰაო ნიჯაო შამამინგზა 我叫辉翔，你呢？ მე ვარ ნოსტალ გიორგი სართანია ეს არის ჩემი პარტნიორი BFA-ის BMF-ი იმყოფება ჩინეთში თაიუანში JCK-ის ორგანიზაციაში სადაც 18 ივლისს ჩატარდება კიდევ ერთი JCK-ის ღონისძიება სადაც მონაწილეობას მიიღებს სოფო ბაღიშვილი უკვე მეორედ ჩინეთში და პირველი ჩამოსვლა იყო ვიცი ხვიჩ რო წარმატებული რა ამჟამად მეორე ბრძოლა ექნება ამ ორგანიზაციაში და მაგრამ მაინტერესებს ხვიჩ მოკლედ როგორ მოემზადა რა სოფო როგორი გეიმ პლანი აქვს ანუ მეტოქესთან ვიცი რომ ძალიან გამოცდილი მეტოქე არის რა ბევრი ბრძოლები აქვს მაგრამ ძირითადად აქვს ბრძოლები ჩინეთში რა ჩინეთის ორგანიზაციებში რა და JCK-ში ბევრი აქვს და სოფოსთან რო შეედარო სოფო არის ბევრად უფრო საერთაშორისო მებრძოლი იმიტომ რომ სოფოზე რამდენი ორგანიზაცია ვნახე რა ანუ KSW Brave თუ არ ვთქვი UAE-შიც იყო ხო UAE Warrior-ში Octagon-ში ნუ საქართველოზე ხო აღარ ვსაუბრობ GFC-ში და ძალიან ბევრი ორგანიზაციაში და ხვიჩ რა სიტუაცია არის რა მოგვიყევი გააცანი სოფო მაყურებელს და მედი მაქვს რომ ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ფაით-ოპზე გვესტუმრება სოფო რა და ველოდებით რა ხვიჩ თნელო გითმობთ მაო მიკროფონს სოფო ხოძე ყავს რა სოფო მის მეტოქესთან შედარებით საერთაშორისო კალიბრის მებრძოლია შეიძლება თქვათ რა საერთაშორისო უმაღლესი დონის მებრძოლი არის რა მაგრამ ის უკვე ძალიან მაგარი გამოცდილი მებრძოლია რა რეკორდით ცოტა წინაც არის სოფოსთან შედარებით მაგრამ ხო იცი numbers doesn't matter fight and styles makes fight ოდა ძალიან მაგარი ბრძოლა არის ძალიან დიდი ბრძოლა ელოდება GCK-ში რადგან GCK სოფოზე ფსონს აკეთებს ასე რომ თქვა დაინტერესებულები არიან მისი ბრძოლიდან გამომდინარე რომ ნახონ და დავინახოთ რა იქნება რა ძალიან დიდი ღამე არის სოფოსთვის რა ძალიან მაგარია თან მეორედ ჩასვლა მანდ რა პირველი წარმატებული როგორ შეაფასებდი რა თვითონ სტილისტურად რა როგორ შეაჯამებდი ანუ რა სტილის ბრძოლა შეიძლება რომ წავიდეს რა ძირითადად სად იქნება თუ არა მთლიანად MMA რა შერეული ყველგან შეიძლება წავიდეს თუ არა და ის გამახსენდა რა ამ ჩვენ ჩინელ გოგოს ქართველი მეტოქე ყოლია წარსულში და თუ არ ვწდები რა საბმიშნით დააფინიშა ელენე რა ლოლაძე მოკითხა ელენეს მალე ბრძოლა ექნება UAE-ში გამიხილავთ რა თქმა უნდა მაგრამ მოდი დღეს დაუბრუნდეთ რა სოფოს რა და ანუ რას ველოდებით რა ვიცი რომ ყველაფერს ხო მაგრამ აი ძირითადად როგორ ხედავ რა ო არა ეხლა სოფო მომზადებიდან გამომდინარე ძალიან მრავალფეროვანი მებრძოლი არის აი სრული არსენალით რა მართლა პარტერიზე გომი კიკბოქსინგზე და მუშაობა ქვევიდან მუშაობა ანუ სუპერ ველ რაუნდედი არის რა და ძალიან შეერაღებულია რა თან უპირატესობა აფეთქებაში გააჩნია ფეთქებადობაში სოფოს ამიტომ დავინახავთ თან ახალ ვერსიას სოფოსი რადგან რაღაც უთხოთ ანუ მე უნდა ვაჩვენო ჩემი ნამუშევარი ოქტაგონში როგორც სოფო ფოზე რა არა ბევრი რაღაც გავაკეთეთ იმაზე რომ ძალიან დომინანტური სოფო ბაღიშვილი დავინახოთ რა ძალიან მაინტერესებს რა იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ბოლო კამპი აი ეს კამპი არის აქ გავლილი ბათუმში შენთან ხო? ეხ და კიდე რაზე ვფიქრობდი ხშირად იცი ხვიჩ რომ აი გოგო მებრძოლები, ქალი მებრძოლები რა როცა მიდიან დარბაზში რა თუ იქ ბევრი ქალი მებრძოლი არ არის რა თან განსაკუთრებით ეხა კაცებზე ნაკლებად არიან ხო მაინც ქალი მებრძოლები რა და ანუ ეგ პრობლემა შეგვხვდათ თუ არა და როგორ უნკლავდებით მაგ ფაქტს რომ იმდენი გოგოები არიან რა და როგორ ანუ ვისავარჯიშ ვინ არის თავარი პარტნიორი
სოფოს სიტუაციაში ხა არის დადებითი ის არის რომ თვითონაც ფიზიკურად შეიძლება მძიმე არ იყოს, მაგრამ ანუ ცოტა სტილით BBFA-ის ემთხვევა რა, ისეთი ფეთქებადი, მოჭიდავია, წინსველი, დარტყმელი და ძალაც აქვს რეალურად რა. მისი წონისთან შედარებით ხა 52 კილოსთან შედარებით ძალიან დიდი ძალა აქვს რა. ზოგ 57-ს არ აქვს ბიჭებს მასე მაგდენი ძალა რა. ანუ ძალიან დინამიკური და ფეთქებადი მებრძოლეა და ხო 57-ში ჯუბა ყავს და სხვადასხვა ბევრი სამოყვარულო ბიჭები ყავს რომელმაც გოჩა ბოლქვაძე და ესეთი რომელმაც ხარი დაუჭირე მაგის მის სპარინგებს და დაეხმარეს მის სპარინგოთებას რა. ანუ სპარინგ პარტნიორის წებობა აკადემიაში არ ქონდა ამ სიტუაციაში. რომელიც ანთროპომეტრიულად მეტოქეს ემთხვეოდა, თან მის მეტოქის ძალებით და უნარებით აღემატებოდა. ბიჭო და რას ფიქრობდი ხოლმე იცი ხშირად რომ თუ არ არის გოგო სპარინგ პარტნიორი რა და არის კაცი თან მაღალი დონის ხო წესით უნდა იყოს უკეთესი იმ მებრძოლისთვის იმ ქალი მებრძოლისთვის მაგრამ მეორე აზრიც არის ხო კი არის მაგ ორი მხარე არის მაგ სიტუაციის რა ანუ ერთი მხარე ის არის რომ ახლა სოფოსნაირი მებრძოლეს ხო წნეხი ხო ნაბარდ ზდის ანუ საპირისპირო მხარით მატებს რა ზდის და ანუ უფრო იმატება და თუ მაგალითად მებრძოლე უფრო გოგო მებრძოლე უფრო ტექნიკური არის უფრო მოქნილობაზე აქვს აქცენტი და ესეთ რაღაცაზე ხო ძლიერი ბიჭი ანუ ფიზიკურად ბიჭები უფრო შემთხვევაში ძლიერები არიან ხო მაგენი საპირისპირო მხარეს უშლიან განვითარებაში ვარჯიში რომ ვერ შედის ფორმაში რა იმიტომ რომ იმისი ძალა იმდენად აღემატება რა ბიჭს არა იმდენად აღემატება რომ და ეს სოფო უფრო დაჯახების და აქ იმაში არის აი კლინჩი რა აი ბინძური დატვირთული ჩხობის მებრძოლი არის რა მაგიტო BFA-ის გუნდი მაგას მოუხდა სწორად რა BFA-ში მუშაობა მოუხდა მაგას იმიტომ რომ ანუ ემთხვევა რასაც მაგი აკეთებს ჩემს სკოლასთან რა ხო და შევახსენებ ხალხს რომ Fight Hop-ი არის პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და YouTube-ზე უფასო არის, არაფერი არ ღირს, უბრალოდ ერთი წამი უნდა რომ გამოიწეროთ, ხარი დაგვიჭიროთ და გაიზიაროთ, რომ უფრო ბევრმა გაიგოს ჩვენი არსებობისა და ჩვენს გავიზარდოთ და მოგვეცეს უფრო საშუალება რომ ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს, რომელიც არის რა თქმა უნდა MMA-ის კონტენტი და არა მარტო კონტენტი ძმაო აგერ ხვიჩა როგორც ვახსენე არის JCK-ის ბაზაზე ძალიან მაგარი ბაზა აქვს რა ბოლოს ვიყავი რა გოჩას ბრძოლაზე მე მანდ ჩამოსული და თავი მეგონა იმაში რა ქვია ლას ვეგასში რა ისა Apex-ში და იქ რა Performance Institute-ის სავით ეხა ყველაფერი აქვს ეგრე აწყობილი რა როგორც გავიგე UFC-სთან JCK-ის ქონდა რაღაცა კონტრაქტი რა ხო ეგრე არის ხვიჩ ხო სწორად მახსოვს და მოკლედ ეს ფორმატი რა ყველაფერი გადაიღეს იქიდან რა ანუ ჩინელები მაგას ხომ აგრა აკეთებენ რა ყველაფერს იღებენ საკაიფოთ რა ყველაფერის გამოშვება შეუძლიათ აჩვენე რაღაცა და იგრევე გააკოპირებენ რა ხო ასე ხარ და მოკლედ საცხოვრებელი სასტუმრო თავის სავარჯიშო ცენტრებით მკურნალობის ადგილები დარბაზი თვითონ დიდი ძალიან და ყველაფერი მაღალ დონეზე მოწყობილი სუფთა გაწკრიალებული და იმისავით არის ყო რა ტაილანდში რო ვიყავით იმაებში locker room-ებში რა გასახდელებში ძველი კედლები და საღებავები რო ძრება კედლებს თუ რაღაც რა მაგრამ მაგასაც თავის მოხიბლა აქვს რა ძველი და რაღაცა იგიც მაგარი იყო მაგრამ ეს არის ყველაფერი ახალი მაგარი მოწყობილი და მოკლედ მანდარი ეხა ხუჩა უკვე მე რამდენით ხარ ხუჩ ჩასული მანდ ის ბაზაზე მესამე და მანამდე სხვა ორგანიზაციებში დაჟე ჩხუბობდი რამდენჯერ ხო სანამ ადმი ო არა ეს უკვე და ვერც ვიტული უკვე რამდენჯერ ვარ ძალიან ბევრი უკვე დამყოფი აქ და ძალიან განვითარებული ბაზა არის ძალიან საინტერესო მუშაობა მიდის და რავი რა კარგი არის რომ ქართველები ფიგურირებთ ანუ ესეთ ისტორიაში როგორც GCK არის იმიტომ რომ რაღაც მომავალი დარწმუნებული ვარ რომ აქვს GCK-ს და დიდი მომავალი აქვს საკუთრებით რა და იმაზე მუშაობთ რომ სოფო ბაღიშვილი დავინახოთ ეხა რეალურად ეს არის GCK-ის ტოპებში შესulis ბრძოლა რა და საპრეტენდენტო კლუბში შესulis ბრძოლა არის სოფიოსთვის და ანუ წარმატების შემთხვევაში მოლოდინი გვაქვს რომ სოფოს დავინახავთ ანუ title shot-ის
ირგვლივ ასე რომ ვთქვით რა, ან გრან-პრიში, ან ტაიტლ-შოტის ირგვლივ და შეიძლება საქართველოსაც გვეღირსოს პირველი GSK-ის მსოფლიო ჩემპიონი GSK-ის ტაიტლ ჰოლდერი რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს ჩვენთვის. GSK თვითონ არ გადის ხო სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ბაზა აქვს და როგორც APEC-ში აკეთებენ, ყველაფერს იქ აკეთებენ, ხო? გქონდა ჩვენ საუბარი GSK-ისთან საქართველოშიც, სხვა ქვეყნებშიც გადის, კაზახეთშიც გასულაგიო და ანუ აქვს საშუალება რომ გავიდეს უყურე, მაგრამ ცოტა სპეციფიური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ფიზითხოვს რა. თუ დაკმაყოფილდება ეს კრიტერიუმები, რა თქმა უნდა შეიძლება რა. მაგრამ ეს ისეთი მომენტი არის რა. ხო იცი რომ GSK ზოგადად ჩინურ ბაზრობაზე არის მაინც ორიენტირებული რომ ეხლა რამხელა აუდიტორია აქვს ჩინეთში. იმდენად არასაინტერესო არის საზღვარგარეთ გასვლა, არაფრის მომტანი არაა გამოცდილების გარდა მაგათთვის რა. საინტერესოა. და ხვიჩ მოდი რა დაუბრუნდეთ სოფოს, რა მოგწონს ყველაზე ძალიან რა მის შესრულებაზე რა, მის skillset-ზე, როგორ დაახალისებდი, როგორც მებრძოლს რა. ყველაზე მაგარი რა შეიძლება თქვა იცი კომბინატორიკა მოქმედებების რა. ხო იცი მებრძოლი არის რაღაცას რო კარგად აკეთებს. ხო კომბინატორიკა აქვს ძალიან მაგარია ხარ. ბოლო პერიოდში მომზადებაში დასუყურე. ანუ როგორ მიქსავს დარტყმებს და ჭირდაობას ხო? ძალიან მაგარი სანახაობრივიც არის ამ რა. სოფოზე ვერ იტყუე რასაც რომ მოსაწყენი ბრძოლა ერთიც არ აქვს შეტარებული კარიერაში და ანუ იმდენად დინამიკური, ფეთქებადი და ბევრი კომბინაციების დარტყმელი მებრძოლია, რომ ძალიან ნიშნავი არის მაგი რა. მისი საუკეთესო თვისება არის მე. და ისე როგორი გოგოა, როგორი ხასიათის. მეგობრული არის რა, როგორ უნდა იყოს. როგორც ჩვეულებრივი ქართული გოგო შენიერი პიროვნება არის. ხო, ძალიან გამიხარდება სოფოსთან საუბარი, გამარჯვებული რომ დაბრუნდება და ერთი ესეთი კითხვა მქონდა რა, რომ რა უფრო გაუხარდება შენი აზრით რა, სოფოს ან გოგო მებრძოლს, რომ უთხრა, რომ რა მაგარი მებრძოლი ხარ, აძლიერი ხარ, თუ რა უთხრა, რომ რა ლამაზი ხარ, შენი აზრით რომელი უფრო გაუხარდება. რა კითხვები მაწუხებს დავიდოთ ვაი კითხვა სოფოსთვის. ხო დავსვა, გავრისკო. გავრისკო რა ხა. ზუსტად უშუალოდ ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობა კილომეტრების არ გაშორებს, მაგრამ მე მგონი შეიძლება მაინც. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. ეხლა მინდა რომ შევეხო, ანუ ჩინური MMA-ის სტილს და ჩინურ ათლეტებს რა. განსაკუთრებით მგონია რომ ქალები, ჩინელი ათლეტები არიან ძალიან ძლიერები რა, რა სპორტშიც არ უნდა იყვნენ რა, ოლიმპიადაზეც რო ნახო, არ ვიცი რა არის, და ჩინელებს შეხედე და ავიღოთ ეს ჩვენი სპორტი და UFC შეხედე, ხო? ჩემპიონი ვინც არის და ყველაზე მაგარი ერთ-ერთი ის ქალი მებრძოლი არის რა. ანუ რატო არის ეს, რაში არის, რა ხდება რომ ესეთი კარგი ქალი ათლეტები ყავს შენი აზრით რა და მაგათ სტილზე მინდა რომ ილაპარაკო რა, ძალიან სწრაფი, კარგი footwork-ით და მოკლედ დგომში ძლიერები, ხო ხვიჩი? გიო რა მომენტია იცი? ყურე რა შეიძლება საუბარი, ანუ GSK-ზე გახსოვს ადრეც რო ვლაპარაკობდი მე, რომ ანუ პლუს დადებითი თვისება რა აქვს GSK-ს, რომ კონკურენციას ზრდის. მიხდე? ანუ ახლა მაგათ შეუძლიათ ხო ადვილი მეტოქეები ჩამოყალიბონ მის გოგოებს. და რიგი დადგება აქ რა, იმიტომ რომ ჰონორარის შესაბამისად კარგი ჰონორარი აქვს რა. ანუ იგო ბუსტისთვის არ აკეთებენ ხვიჩ, ხო იგო ბუსტის, იგოზე რო აჭამა. იგო ბუსტის არ აკეთებენ. ხო იცი, მაგდაი რაღაცაში ხო, ეხა იწურება და ანუ რეალურად ესეთი ტალანტები როგორც ვეილი ჟანგი და სხვა ბევრი ჩინელი მაგარი გოგო რომელიც არის, ხო? ანუ მაგ ჩდება და მაგ ვლინდება რა, იმიტომ რომ მის გამოცდილებასაც ღებულობენ. თუ სამე პრობლემა აქვს ხო ჩინელების რაც ყველაზე მაგრამ მომწონს მარცხებზე გართულება არ გააჩნიათ რა ახლა მაგალითად ძალიან ბევრი გოგოებია ძალიან ბევრი მარცხებით რა და მაგიტო იციან რაზე უნდა იმუშაონ რაც ესა პრობლემა ხორელი იმის დაფარვაზე მუშაობენ აქ სიტუაციაში რა და მაგაში გამოიხატება უშუალოდ MMA-ში არ ვიცი ახლა სხვა ოლიმპიურ სპორტებში როგორ არიან მაგრამ MMA-ში ეს არიან რომ ეს არის თავარი მომენტი რა მაგათი უძლიერესი მხარე უკვე.
ბიჭო, აი მგონი მომივიდა ტვინში რა პასუხს გამცემდა სოფო მაკითხვაზე რა. გააჩნია როდის და გააჩნია ვინ მოგცემს მაგ კომპლიმენტს რა, მაგრამ რო დაუბრუნდეთ რა ამ თემას რა. ეხაც შორი თვალით რო უყურებ რა, როცა იცი ძირითადად, ეხ ძალიან casual-ი საზრი არის ეს რა, casual ხო ხარ, ანუ რო შეხედო, იცი რო არ იცოდე ბევრი რა, ანუ როგორც casual-ი შორი თვალით რო უყურებ, იცი რომ აჩინელი არის, ნუ უეჭველი მდგომში ძლიერი არის. აო ქართველი არის, ხო ხარ, უნდა ჩაიყვანოს რა, უნდა მოუგოს, დისტანცია უნდა დახუროს, უნდა ათრიოს ჭიდაობით, grappling-ით რა და აი მითხარი ამაზე რა, თუ ესე ფიქრობს ვინმე. ისიქეიც მასე ფიქრობს და ყველა მასე ფიქრობს ზოგადად რა, უშუალოდ ამ ზოლაში, იმიტომ რომ ეხა ვინ მინდა არა სოფო ბაღიშვილი ჭირაობის ერთ-ერთი მონსტრი არის ქართულ MMA-ში რა. ჭირაობის მონსტრი არის სუპერ დინამიკური და დაუღლილი მოჭირავი არის. რა პრობლემის ქონდა გააჩნდა მაგას grappling-ის submission game-ში, ჩემი აზრით ეს უკვე დაფარული გვაქვს რა. ჩვენ. ამიტომ რა ძალიან საინტერესოა, თორე GCK იცის რომ წარმოვიდგინე ხო, იცის რომ მისი მებრძოლეს ახვედრებს დომინანტურ უხეშ მოჭიდავეს, ანუ ხოაზე ხარა სტილისტიკურად არა ის მაჩაპი, რომ GCK შეურჩია ჩინელ მეტოქეს. ესე ვერ იტყვი მაგას რა. ეს სოფოს მაჩაპი არის, მაგრამ სოფო იმდენად განვითარებული არის ამ ბრძოლაში, ხო? რომ რაღაც პერიოდი განვითარების ვერ დაინახა მაყურებელმა მისი, რომ მე დარწმუნებულია რომ დგომშიც ძალიან მაგარ ფორმას დავინახავთ სოფოსი რა. ან მონაცემებით რა არიან თითქმის ზუსტი, არა? როგორც ნახე რა თუ სწორად მაღალი არის. ხო, ისე მაჩაპი არის გაკეთებული, რომ ანუ GCK-ს ჭირდება ვინ არის ჩვენი, ანუ ვინ არის დომინანტი გავიგოთ. ხოაზე ხარ ისეთი გჭირდება, თორე ის კი არ მჭირდება, რომ ანუ ჩინელი უგოს ხელი აუწიოთ. არა, იცი რას გულისხმობ მაგალითად, ხა ბოლო ბრძოლა რო ნახეთ რა, ვანგ ცონგი რო შეხვდა კორტეს რა, ხო ხედავ. აი დიდი განსხვავება იყოს ზომაში და რაღაც და შეიძლება მიცა ძალიან ბევრი პლუსი სტილში ვანგ ცონგს რა მაგ ბრძოლაში და აქ ესეთი რაღაცა არ არის რა ამ ბრძოლაში, რომ რაღაც უპირატესობა რო კონდეს ფიზიკური რა. იგივე წდომა აქვთ, მგონი, დაახლოებით და იგივე სიმაღლე არიან რა. ხო? კი. просто სოფოს უპირატესობა არის, რომ აი აქ არის. აქ არის. ანუ წინ შედის, გამოდის, აფეთქებებს აკეთებს. სოფოს უპირატესობა ეს არის ძალიან დიდი მაგ ბრძოლაში რა, რომ წონა წინა აქვს და მიჯერე ხო ესეთ თანაბარ მაჩაპებში, ხო? მაგ იწყვეტავს ძალიან რა, ანუ სოფო ჩემთვის ფავორიტი იმიტომ არის, რომ წონა წინა აქვს და ყოველთვის აქვს გეგმა B, რომელსაც შეიძლება ძალიან ძლიერი ჭიდაობა რა, გეგმა B კი არა, ანუ გამაგერებელი ზურგის რა, ასე რომ რა, ფუნდამენტი დაგებული რა. რომ ეს არა მარტო ეს ჩინელი მგოგოს მე ტვიტვინშიც არის, რომ სოფო იჭიდავებს. და რო იჭიდავებს სოფო, ხო ეს უკვე მაგისტრის პრობლემა იქნება რა. თუ არ არის, ხო, როცა იჭიდავებს, მე უკვე ჩაიწერება. მგონი ეხლა სონია დონგი რო იყო რა ჩასული საქართველოში რაღაც უფრო ისეთი ცნობა მაქვს რომ აი საქართველო უფრო გაიზარდა რა როგორც სახელი რა ამ სპორტში ხო გესმის რა ანუ არ საქართველო როგორც სახელი ვართ კი არა ვართ რომელი არის ვაზე ხარ რა ფაუნის ლიდერებში და ბიჭო ბაზარი არ არის ორი ჩემპიონი ყავდა ხო ორი ჩემპიონი ერთ დროს ფაუნის ლიდერები ყველა ქართველი ტოპებში ყავდა ანუ მაგრამ საქართველო რო ფაბძოლების ქვეყანა არის მაგრამ უკვე მთელი მსოფლიო მის და ყველა თითოეულ ქართველს ანუ შარაუტ ყველა თითოეულ ქართველს შარაუტ ანუ ყველა სიწვნილი არის შეტანილი არა მარტო მერაბის არა მარტო ილიას არამედ ანუ ყველა ქართველის შეტანილი არის მაგაში იმიტომ რომ ქართველები ზოგადად მიდიან ბოლომდე საბრძოლა და არასოდეს არ მოძრაობენ ისე რომ უმრავლეს აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში რომ ანუ რაღაც სადმე უკან ნაბიჯი გადადგან რა მაგით ვართ ჩვენ ცნობილი რა ძალიან პატარა ერი ვართ მაგრამ ყველაზე რთული ტესტი ხო და ყოფილი ვართ ბევრი ცხოვრებაში ხო და ამათი ყველაზე ანუ ერთ-ერთი არა კაცებში ყველაზე წარმატებული მებრძოლი ამათი ყველაზე ხარ ჩამოვიდა ჩვენთან რა და იმას ვიძახი რომ თვითონ ჩინელები ხა ვინც იცის MMA ძალიან გარკვეულები უნდა იყვნენ ხა ამაში რა ვინც მიყვება MMA-ს რა
და ძალიან მაგარი არის რა, იმიტომ რომ ამის ნაწილი შენ იყავი. ხა შენ როდის იჩხუბება საინტერესო არის ბოლოს, რომელი წელი იყო? ჩინეთში რა, ჩინეთში. ჩინეთში აი 2018-ში აი მერაბირო გონი მოსკოვში ჩავიდა, მაშინ დაახლოებით მაგ დროს აქ იჩხუბე რა და რა ვიცი ჩვენი დროშა JCK-ში დამაგრებული გაქვს რა, ხვიჩ რა, ბათუმი Fight Academy, საქართველოს წარმოიდგინე გიო, იყო პერიოდი, როცა მე ბიძინა გავაშელი და ბენო ადამი ერთ ქარდზე ვჩხუბობდით ხოლმე ხარ რა, რა პერიოდები იყო რა. როგორ ეხა ხო ისეთი კარდი რა გაისაყურებელი იქნებოდა და მაგ დროსაც ჩაოლებრივი კარდი იყო ჩინეთში. ბიჭო და მე მინდა აუცილებლად მოვიკითხო დავით ქირია რა MMA არისო, მაგრამ კუნლუნის ჩემპიონი რო გახდა ჩინეთში რა. აუ მაშინ ლაივში ვნახე ჩინეთში ვიყავი, ოღონდ ტელევიზორში რა. დამაჟრიალა გიო. ანუ ისეთი მოვლენა იყო მაგი რა. ბიჭო ძალიან მაგარი ფლიანად ჩავიწერე და მიდევს Fight Hop-ის არხზე, ოღონდ მეორეზე რა, სადაც ხუბების კლიპები მიდევს, ედიტი მიდევს და მინდა მოულოცო რა დავითას შვილი ვაჟი შეეძინა, დავით გილოცავთ რა, სიჯამთელე, სიყვარული, სიხარული, სიძლიერე ოჯახში რა, გილოცავთ დავით. მოკლედ ხვიჩ გოგოების ქალი მებრძოლების Fight Week-ი გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, სოფო და სამ დღეში კიდე უმაგრესი ქართველი მებრძოლი PFL-ში ბორენა ცერცვაძე შეასრულებს მეორე ბრძოლას თუ არ ვჩდები რა. მეორე საკონტრაქტო ბრძოლას ასრულებს PFL-ში ბორენა და ანუ თან fair match-up-ი აქვს რა, ერთი და იგივე რეკორდი გააჩნიათ მაგასთან მეტოქეს უბრალოდ ბორენას 6-1-ზე აქვს, ამას 6-2-ზე აქვს, მაგრამ ანუ ახლო ბრძოლა არის რა. საინტერესო ბრძოლა არის და ველოდებით ბორენას პერფორმანს. მისი მეტოქე 4 ბრძოლის მოგების სერიაზე არის. ვიქტორია ალბა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბორენა ძალიან მშიერი არის და უნდა გადაუვლის რა. ბიჭო, ეგ ჯესიკა ალბას ვინმე ხო არ არის ნეტა. PFL-ი, JCK და UAE Warriors, სადაც ელენე ლოლაძე გამოვა, აი მაგარი ქალების ბრძოლა არის, ჩვენიანების რა და მოდი წარმატება სამივეს და ხვიჩ შევატყობინოთ ხალხს უბრალოდ რა, ანუ თუ არის შესაძლებლობა, რომ JCK მე მახსოვს, მგონი YouTube-ზე გადის, ხო? ლაივი. ხო, დიახ, კი. ლაივ YouTube-ზე იქნება JCK-ის. ხო და Fight Hop-ი აუცილებლად დადებს ლინკს რა, რომ დაიწყება ღონისძიება. დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული დაждდება ჩვენთან რა, სოფო სანამ წახვალთ. თუ მოვასწრებ არ ვიცი, იმიტომ რომ თან ფრენა გექნებათ, ვიცი და ძალიან გამიხარდებოდა ჩინეთიდან მაგარი იქნებოდა რა, მაგრამ თუ რამეა ბათუმშიც გნახავთ რა და მოკითხვა სოფოს წარმატებები შენთან ვართ Fight Hop-ი მთლიანად სოფია დროებით You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod, yeah.